საქართველოს იუსტიციის სამინისტრო არასრულწლოვანთა განრიდების და მედიაციის პროგრამას აჯამებს. ერთწლიანი მუშაობის შედეგებს მთავარი პროკურორი მურთაზ ზოდელოვა წარმოადგენს. ანგარიშს სასჯელთა აღსრულების მინისტრი, სახალხო დამცველი და გაეროს და ევროკავშირის წარმომადგენლები ისმენენ. ღონისძიება უკვე 1 საათია პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში მიმდინარეობს. პირდაპირ ეთერში ლილიკო გოგოხია ჩაგვერთვება. ლილიკო, რას გულისხმობს განრიდების პროგრამა და როგორ აფასებენ პროგრამის ერთწლიან შედეგებს? ეს არის პროგრამა, რომლის მიხედვითაც არასრულწლოვანი, რომელიც ჩაიდგენს დანაშაულს, მას შესაძლოა მოეხსნა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა, ანუ ის არ გახდეს ნასამართლები იმ შემთხვევაში, თუ დაზარალებული მხარე თანახმა იქნება, რომ მას მოეხსნება პასუხისმგებლობა. თავდაპირველად სოციალური მუშაკი სწავლობს არასრულწლოვანის ოჯახურ, ასევე მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას, ასევე მის ინტერესებს. ამის შემდეგ უკვე პროცესში ერთვება მედიატორი, რომელიც ერთგვარ შუამავლის როლს ასრულებს დაზარალებულსა და დამნაშავეს შორის, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ დაზარალებული დათანხმდება იმას, რომ ეს არასრულწლოვანი მოხდეს განრიდების პროგრამაში, მას მოიხსნება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა, ის არ იქნება ნასამართლები, რაც ბუნებრივია მის მდგომარეობას მნიშვნელოვნად ამსუბუქებს. და საზოგადოებამ მათ ერთად მივეცით შანსი, რომ გამოიყენებიათ განრიდების პროგრამა იმისთვის, რომ არიდებოდნენ ამ ნეგატიურ მოვლენებს და ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ წარმატებას ამ პროგრამის ადასტურებს სწორედ ის, რომ არც ერთმა არასრულწლოვანმა, რომელმაც ამ პროგრამაში მიიღო მონაწილეობა, არ დაარღვია ეს წინაპირობა, არ დაარღვია ეს ვალდებულებები, რომლებიც მან იკისრა ამ პროგრამაში ჩართვის შედეგად და ყველა მათგანმა გამოიყენა ეს შანსი. ეს უნიკალური პროგრამაა, რომელიც მედიაციის პროგრამის 1 წლის იუბილეს ეწოდება. ის საქართველოში იუსტიციისა ასევე სხვა სამინისტროების და UNICEF-ის პარტნიორობით განხორციელდება. ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო მეთოდი არასრულწლოვანთა დანაშაულის რეფერირების თვალსაზრისით. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროგრამა, რომელიც ბოლო პერიოდში მართლმსაჯულების კუთხით განხორციელებულა საქართველოში. პირველ რიგში მე გულისხმობ იმას, რომ ამ პროგრამის საშუალებით არაერთ არასრულწლოვანს მიეცა საშუალება არ მოხვედრილი იყოს საჯელახსრულების დაწესებულებაში, ყოფილიყო განრიდებული და შესაბამისად არასრულწლოვანს ეძლევათ საშუალება, ზოგადად შანსი, რომ დაუბრუნდნენ საზოგადოებას ნასამართლობის გარეშე. საქართველოში უკვე 1 წელია მოქმედებს. ამ 1 წლის განმავლობაში განრიდების პროგრამა შეეხო 60-ზე მეტ არასრულწლოვანს და არც ერთ მათგანს დანაშაული აღარ გაუმეორებია. ეს ფაქტი კი ამ პროგრამის მონაწილეებს და ინიციატორებს აძლევთ იმ დასკვნის გაკეთების საშუალებას, რომ ამ პროგრამამ საქართველოში გაამართლა. მედიაციის პროგრამას ეროვნულ ბიბლიოთეკაში აჯამებენ. პირდაპირ ეთერში ლილიკო გოგოხია საუბრობდა.